მას 6 თვეა. დიახ. და ეს არის სპეცჩეკვეთა. გიო, თელმა საქართველოს უნდა გაიგოს, რომ აი შეხედეთ ავტომობილს. აი 610 კილომეტრს გადის. დიახ. კოტე, 610 კილომეტრი. დღეს მიდიხარ ქუთაისში, მოდიხარ თბილისში. უკვე აი ამ ავტომობილით ერთი დამუხტვით მიდიხარ ქუთაისში და ჩამოდიხარ თბილისში. წარმოიდგინე, მინდა მთელ საქართველოს უთხრა, ეს ბიჭები არც არასდროს არ მithქვიათ ტყუილი, მაგრამ არც ამათ არ ვაკადრებ და არც ესენი არასდროს ტყუილს არ იტყვიან. გიო, აქეთ შეახედიე. აი ეს ამ ავტომობილმა დღეს საქართველოში ჩაანაცვლა ჩათვალე 30% ავტომობილი. ამ ავტომობილის ღირებულება ძალიან დიდი გარანტია აქვს. გიო, შეხედე, ამას ეძახიან full option თუ როგორ არის? დიახ, მაქსიმალური კომპლექტაცია. მაქსიმალური კომპლექტაცია არის და რამე თუ არსებობს, ყველაფერი აქვს. ჩვენ თქვით, რომ აი კარები შეხედეთ. დათო, შეხედე რამოდენა? გრძელი ვერსია. აი შეხედე. გიო, შეხედე შენი სიმაღლის მარტო საქართველოში ერთი კალათბურთელია, რა ქვია? ზაზაფაჩურია და ერთი ჩაჯექი და ანახი, აბა? შეგეცვლები. აი, აბა, ჩაჯექი და ანახი მოსახლეობას. აი, როგორ ჯდები და რო არ გიჭირს, არც ჩაჯდომა და არც გამოსვლა. ეს რა არის, იცით ბიჭებო? ეს არის ბიზნეს კლასი. ეს არის უკვე სპეც შეკვეთა, ხო? გიო, გააღე ბაგაჟნიკი. უკვე ეს არის საბარგული. შეხედეთ, რამოდენა საბარგული არის და ეს არის ჩვენი შეკვეთით პირველად საქართველოში შემოვიდა, ეს გუშინ შემოვიყვანეთ და მინდა უთხრა ტაქსის მძღოლებს. მე რომ მქონდეს საშუალება, მე ამას მთლიანად ჩავანაცვლებდი ტაქსებს. ტაქსის მძღოლებიც ადამიანები არიან. ტაქსის მძღოლები მილიონერები არ არიან. ტაქსის მძღოლები არიან ადამიანები, რომლებსაც 80% სტუდენტი შვილი ყავს და რაღაცა ხელი შეწყობა უნდა. მე არ მომეცა იმის საშუალება, მე მინდა ძალიან დიდი საყვედური უთხრა აზიის განვითარების ბანკს, ვინაიდან ზუსტად აზიის განვითარების ბანკი არის ის ბანკი, რომელმაც ელექტრომობილზე 2%-იანი სესხი უნდა მისცეს კომპანიებს, რომელიც აკეთებს